ეხლა ჩვენთან ერთად არის სამირა ღარავი. ის Iran International-ის ASHSH-ის უფროსი კორესპონდენტია. ეხლა თუ ირანსა და ASHSH-ს შორის კომუნიკაცია მართლაც შეწყდა, როგორც ამ ანგარიშებში ვხედავთ, რას ნიშნავს ეს იმაზე, ჯერ კიდევ აქტიურია თუ არა ამ ეტაპზე დიპლომატიური არხი. და რამდენად გჯერათ ამ ანგარიშების, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა? ასე ამტკიცებს ისლამური რესპუბლიკა. მაგრამ ვფიქრობ, რომ დიპლომატიური ძალის ხმევა გრძელდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ახლა კონგრესში რეალურად ამბობს მდივანი რუბიო. ის ამბობს, რომ შეიძლება დღეს მოისმინონ, შეიძლება რამდენიმე დღეში, ეს ნიშნავს, რომ ASHSH ელოდება, როდის დაუბრუნდება ისლამური რესპუბლიკა. და რატომ გრძელდება ეს ასე დიდ ხანს? ეს იმიტომ ხდება, რომ ირანის მთავრობის სტრუქტურაში განხეთქილება, რის გამოც რთულია მოჯთაბას პოვნა და ამის გამო მათ სჭირდებათ დრო, რომ პასუხით დაბრუნდნენ. მაგრამ უდავოდ, რასაც აქ ვხედავთ, არის ის, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ყველაფერს აკონტროლებს. ჩვენ გვაქვს ნიშნები, რომ შესაძლოა მოჯთაბა ცოცხალი აღარ იყოს. მაგრამ თუ მოусმენთ ASHSH-ს ან ისრაელიდან წამოსულ სადაზვერვო ინფორმაციას, ისინი ამბობენ, რომ ის ცოცხალია. დღეს რუბიომაც კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ მოჯთაბა უფრო მეტად ერთვება ამ ყველაფერში და ყველა მოლაპარაკებაში. მაგრამ ამ მომენტში, რასაც ვხედავთ, უფრო ღრმა განხეთქილებაა მთავრობის შიგნით. პეზეშკიანის გადადგომის წერილით და ამ ყველაფრით, რაც წინ და უკან ხდება. და ირანის მხრიდან მოლაპარაკებებზე საბოლოო პასუხის ან გადაწყვეტილების მიღწევა ვერ ხერხდება. მინდა ჩვენს მაყურებლებს შევახსენო, რაზე საუბრობთ, როცა ASHSH-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ახსენებთ. მან კანონმდებლებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ირანისთვის სანქციების შემსუბუქება მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ არ შეუთავაზებია. ფაქტობრივად, ის ამბობს, რომ სანქციების შემსუბუქება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეირანი დააკმაყოფილებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პირობებს. რას ფიქრობთ ამაზე, როცა ვხედავთ, რომ ირანის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ომი ვაშინგტონთან კვლავ გარდაუვალია? ეს უბრალოდ რიტორიკაა? არა, ირანული მხრიდან მე არ ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ახლა უფრო მეტი ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელია ხელისუფლებაში. ჩვენ ნაკლებად ვხედავთ რეალურად არჩეული ადამიანების, მაგალითად პეზეშკიანის მთავრობას. მათ ამ საკითხში სიტყვა არ ეძლევათ, უფრო მეტად რევოლუციური გვარდიაა. და მათ ძალიან ნათლად განაცხადეს იმ ცნობების მიხედვით, რასაც ირანიდან ვიღებთ, რომ ისინი სრუტეს არ გახსნიან. და ჰორმუზის სრუტის გახსნას ძალიან ზუსტი განმარტება სჭირდება, რას გულისხმობ თამაში. ისლამური რესპუბლიკისთვის სრუტის გახსნა ნიშნავს მხოლოდ იმავე რაოდენობის სატვირთო გემებისა და ტანკერების გავლას, როგორც ადრე. ისინი არ გულისხმობენ, რომ გადასახადებს აღარ აიღებენ. ეს არის ის, რასაც ყოველდღე იმეორებენ მათ რადიოსა და ტელევიზიაში. შემდეგ სადაქა სიმა, ეროვნული ტელევიზია ამას ამბობს და ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ. ამის ნაცვლად, სანაცვლოდ, ჩვენ მივიღებთ სანქციებიდან გამონაკლისებს. ბლოკადა უნდა დასრულდეს და ასევე მათ სურთ ფული, გაყინული აქტივები ყატარში. და ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმ $6 მილიარდ. აი ამას ითხოვენ იმისთვის, რომ იგივე რაოდენობის გემებს, სატვირთო გემებსა და ტანკერებს მისცენ გავლა. სწორედ ამას ითხოვენ. ასე აპირებენ მოლაპარაკებების წარმართვას. მაგრამ ამერიკის მხრიდან არ არის ძალიან ნათელი, რას აპირებენ მისცენ ისლამურ რესპუბლიკას სრუტის გახსნის სანაცვლოდ. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე თქვა, რომ ფული არ იქნება. ისინი ძალიან მტკიცედ ამბობენ, რომ წესს არანაირი მტვერი, არანაირი დოლარი დაიცავენ. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი ძალიან მტკიცია და ისრაელი დაჟინებით მოითხოვს, რომ ბირთვული მასალა, გამდიდრებული ურანი უნდა განადგურდეს ნებისმიერი შემდგომი ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის მოლაპარაკებების დაწყებამდე. კარგი, იცით, ბოლო რამ, რაზეც მინდა გკითხოთ, ცხადია, ჩვენ ვიხილეთ ეს ინტერნეტის ბლოკადა შეიძლება ითქვას, რომ მოხსნეს, ან სულ მცირე ნაწილობრივ მოხსნეს. თქვენ ესაუბრებით ირანელებს ადგილზე, ვფიქრობ, თითქმის ყოველდღიურად, თუ ეხლა შეგიძლიათ. რას ამბობენ ადგილობრივები იმასთან დაკავშირებით, ჩირებით თუ როგორ უყურებენ ამ მიმდინარე მოლაპარაკებებს და რა სურთ, რომ შემდეგ მოხდეს? თქვენ იტყოდით, რომ საზოგადოებრივი განწყობა შეიცვალა შეერთებული შტატების მიმართ ამ გაგრძელებული მოლაპარაკებების შედეგად.
როგორც თქვით, ნაწილობრივ აღდგენა ძალიან ზუსტია. არ არის ასე, რომ ეხლა მთელ ქვეყანას აქვს თავისუფალი ცდომა გლობალურ ინტერნეტზე. ეს სიმართლე არ არის. ინტერნეტი ისევ ცენზურით არის შეზღუდული, ისევ იგივეა ხალხს, ისევ სჭირდება VPN-ის გამოყენება და მაინც ბევრი ადამიანი ისევ ვერ იღებს ცდომას. არ არის ასე, რომ ეხლა ყველას თავისუფლად აქვს ის, რაც ომამდე ჰქონდათ. მაგრამ რასაც ვისმენთ ძალიან დამთრგუნველი განწყობაა. ეს რაღაც გვარი სასოწარკვეთილებაა. და უმეტესად ეს არის უცოდინრობა, რა მოხდება, რას მოუტანს მათ მომავალში. და განწყობა უმეტესად ნეგატიურია. ეს ძირითადად ასია, რა თქმა უნდა, მე არ ვესაუბრები 90 მილიონ ადამიანს ირანის მოსახლეობას ირანში, იმის მიხედვით, რასაც მე ვისმენ და იმის მიხედვით, რასაც ჩემი წყაროები იღებენ, იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის სასოწარკვეთა. ეს არის კითხვა, რა მოხდება შემდეგ, რას ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი. მართლა აპირებს ის ამ რეჟიმთან გარიგებას, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ მოტყუების კამპანიაა. დაბრუნდება ის ბიბი ნეთანიაჰუსთან ერთად უფრო ძლიერი გეგმით. ეს ნამდვილად ხდება, იცით, საზოგადოებაში, ამას ვისმენ. ისინი თითქოს ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს პროცესი გრძელდება და რაღაცები შეიცვლება. მაგრამ სასოწარკვეთა ძალიან შეიძლება ითქვას დომინანტური გრძნობაა მათთვის. ასევე მინდა აუცილებლად აღვნიშნო ყოველდღიური ფასების ზრდა, მაგალითად სასურსათო პროდუქტებზე და საზოგადოების ყველა ფენა. საშუალო კლასი, ზედა საშუალო კლასი, დაბალი კლასი, ყველა ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის და ცხოვრება სულ უფრო ძვირი ხდება, რაც არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრების სტილი. თქვენ გიჭირთ რძის სყიდვა, ან გიჭირთ მაგალითად საზღვარგარეთ მოგზაურობის დაფინანსება. ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, საზოგადოების რომელ ფენას ეკუთვნით, მაგრამ ყველა სირთულეებს აწყდება და ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება. ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, როგორც გაზეთებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგა უმუშევარი დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებდნენ ხელფასს, კარგავენ სამუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში და ყოველდღე უფრო და უფრო რთული ხდება. აგი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის. მართლა საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა ამ ყველაფერზე. მადლობა მოწვევისთვის.